მე-7 კლასი წარმოგიდგენთ პროექტს. ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის იდეა ჩვენთვის, ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საუკუნეების მანძილზე ვიბრძოლით და გვერდზოდნენ თავისუფლებისთვის. არ გვეთმობოდა, ვუფრთხილდებოდით, ვიხოცებოდით და მაინც ვერთიანდებოდით. 9 აპრილი ის დღეა, თავისუფლების სიყვარულსა და ტკივილს რომ გვაგონებს. ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო, ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. ყოფილა დავით მეფე, აღამაშინებელი, ყოფილა ოპიზრები, გასაშტები. ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი, რასაც მოყოლია შოთა რუსთაველი. ჩემო მიმინო და ჩემო ფთანათელო. ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. ყოფილა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გაჭენებული და გამოჭენებული. ტოებ გაშლილი და გამოჩინებული. ყოფილა ორცხვაშო აღმოცენებული. ფიე საქართველოს ყოლია ვასლები, თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები. ევრი გვიწავდია, ისე გვიზარდია. რომ გავზარდებულვართ, ახალ ვიზარდია. მაგრამ უცაბედად, მატლი არეულა, ბორბალი, უკუღმა დატრიალებულა. ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი, მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი. ტურფა საქართველო, ორნებს წაუღიათ, სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყია. ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარგმეული. იყალთა დაკეტილი, გელათი დანგრეული. 4 მეფის სულ სისხლით ცრემლებით უცნებია. 4 თამის საბრალო ლექსები წერია. რა დროს ლექსიაო მოუკვდა პატრონი, ხმლით შემოვარდნილა ერეკლე ბატონი. ამას მოჰყოლია პატრონი. ჩემო თვალნათელო, ჩემო ფთანათელო. ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. აპრილის წამებულთა სულები დაგწერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, გამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.